მთავრობის ანგარიში საზოგადოებას რედისონში შეხვედრა უკვე დასრულებული აღწლენი საქმიანობის შეფასებას მთავრობის წევრები, ჟურნალისტები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ესწრებოდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილებები, რომელიც ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა, ყველაზე მეტად საშელახსოვრების სისტემაში იგრძნობა. მისი თქმით, ასევე 2 წლის განმავლობაში საქართველოში არ შეჩერებულა არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი. პრემიერის გამოსვლა უკვე საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. დეტალებზე კი მირიან გორგოძე განაგრძობს საუბარს და მოგახსენებს უფრო დაწვრილებით მირიან გისმით. ცვლილებების 2 წელი ასე ერქვა ზუსტად იმ პროგრამას, რომლითაც სასტუმრო რედისონში შეკრებილ ფართო საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა და ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში გატარებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ირაკლი ღარიბაშვილის ვრცელ გამოსვლაში ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებასთვის. საუბარია უფრო კონკრეტულად იმ ახალ ინიციატივაზე, რომლითაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აფხაზებსა და ოსებს მიმართა. მან შესთავაზა მათ ფართო ავტონომია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიულ ფარგლებში, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველო ვითარდება, მაგრამ ეს განვითარება წარმოუდგენელია აფხაზი და ოსი თანამემამულეების გარეშე. ჩვენ გვაქვს საქართველოს რეალურად გვაქვს ძალიან დიდი წინსვლის პერსპექტივა. მაგრამ ჩვენ არ გვინდა განვითარდეს თქვენს გარეშე. ასე რომ კიდევ ერთხელ მემიდა მოგიწოდოთ ყველას. ჩვენს აფხაზს და ოსმებს. კიდევ ერთხელ კარგად გაანალიზეთ და დაფიქრდით, რომ ეს არის ერთიანი საქართველოს ტერიტორია. თქვენ იყავით ავტონომიური რესპუბლიკა და ჩვენ გთავაზობთ იგივეს. რომ გქონდეთ ავტონომია, მაგრამ ერთიანი დამოუკიდებელი ძლიერი საქართველოს პარკლებში. და ვიცხოვთ მშვიდად. სწორედ ეს საკითხი გამოიყენა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა წინა ხელისუფლების კრიტიკისათვის, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ამ საკითხზე საუბრისას განაცხადა. წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა ამ მიმართულებით ახორციელებდა უგუნურ და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას და სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% დღეისათვის ოკუპირებულია. გამოძიებას კი ჩავატარეთ საქართველოს ოქროს შუალედი. სწორედ დღეს ჩვენ ვიმკით იმ შედეგებს, რაც სიზრულის ენას მათ გაუაზრებელ ნაბიჯებს ერუში სააკაშვილის და დაუბალანსებელ პოლიტიკას მოყვა. უგუნურ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას მოყვა. და სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია მეგობრებო ის, რომ დღეს საქართველოს 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. და საქართველოს ტერიტორიაზე ახალი მავთუქლართები არის გამოვიდა. ოკუპირებული არის წყლობით, რომ იტყვიან ნალულიავები, ნაფერები და შენარჩუნებული კოდორის ხეობა. მაგრამ ჩვენი სახი გონებით, წარსულის ანალიზით, თავშეკავებით, კონსტრუქციულობით, პროგნოზირებადი მიდგომით, მაგრამ პრინციპულობით ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიუახლოვდეთ ჩვენს მთავარ ოცნებას. თითოეული მოქალაქის მთავარ ოცნებას, რომ რა ვიცხოვთ ერთიან ძლიერ საქართველოში. შეეხება თავად პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას, როგორც აღინიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი 1 საათის განმავლობაში აცნობდა საზოგადოებას ინფორმაციას ქართული ოცნების გატარებული ღონისძიებების შედეგად ქვეყანაში. მან ისაუბრა თითქმის ყველა სფეროზე: ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა, სასჯელახსრულება, ზოგადად სასამართლო. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ამ 2 წლის განმავლობაში ყველა სფეროში შეინიშნება მნიშვნელოვანი წინსვლა და ქართული ოცნება წარმატებებს აღწევს ამ მიმართულებით და მოსახლეობის მიერ გამოცხადებულ ნდობას ამართლებს. განსაკუთრებით მინდა აღნიშნო გამოვყო პროგრამა აწარმოე საქართველოში, რომელიც ერთგვარად ჩემი ოცნების პროექტიც არის. მისი განხორციელება ჩვენ დავიწყეთ სულ ახალხანს რამდენიმე თვის წინ და უკვე დავაფინანსეთ 25 ახალი საწარმო. ეს არის ქართული წარმოების ხელშეწყობა, რომლის გარშე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა წინ ვერ წავა. ჩვენი ხალხისთვის საწყო მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი საწარმოების სამუშაობას, რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილის გაჩენას, ადამიანების დასაქმებას. ამ პროექტით მე ველოდები, რომ თითოეულ რეგიონში და შემდეგ ეტაპზე თითოეულ რაიონში რამდენიმე ახალი საწარმო გაიხსნას. ან ტრადიციული წარმოება აღდგეს.
ღონისძიების დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა უკვე შეაფასეს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმა, ასევე საპარლამენტო კანონმდებლებმა, ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, რომლებიც დღეს რედისონში იყვნენ შეკრებილნი. ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი სიტყვა, რომელიც მე დღეს მოვისმინე. იყო ბევრი ისეთი რამ, რაც უნდა გამოგიტყდეთ, რომ მე თვითონ არ ვიცოდი და მე თვითონ დავრჩი გაოცებული და ამაყი მიღწევებით, რომელიც მთავრობას აქვს ბოლო 2 წლის განმავლობაში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს იყო ძალიან კონკრეტულ ფაქტებზე აგებული სიტყვა და მასში არაფერი არ იყო ზოგადი, იქ იყო ლაპარაკი კონკრეტულ მიღწევებზე და კონკრეტულ გეგმებზე. ყველაზე ძალიან მე პირადად რაც მომეწონა, როგორც მოქალაქეს რიგიც რომ მომესმინა ასეთი გამოსვლა და ასეთი მოხსენება ვიტყოდი, რომ მთავრობა ნამდვილად არის განვითარებაზე ორიენტირებული. ეს არის მთავრობა, რომელიც არ იყურება უკან და ნამდვილად დღეს დავინახე კიდევ ერთხელ და დავწუნდი, რომ არის მომავალზე და განვითარებაზე ორიენტირებული. პრემიერ-მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქართული ოცნება მის მიერ აღებულ კურსს წარმატებით განახორციელებს და მისი თქმით ამ ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი და მისი უფლებების დაცვისათვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს. პრემიერის ორწლიანი ანგარიშში მირიან გორგოძე საუბრობდა თემაზე პირდაპირ ეთერში.